მე ისე ვიქვარფიქრებით, ვერ ამოვწურეთ თემა. მაინც საიდან გაჩნდა ეს ცნება, ეს სიტყვა წარმატება? ჩვენს ენაში მოდის სიტყვა წარმართვიდან, წინ წასვლა, წინ გაძღოლა. აი ლათინური სიტყვა success ნიშნავს შემდგომობას, შედეგს, რაც მოჰყვა მოქმედებას. ანუ წარმატება მაინც შედეგია? შედეგიც არის, მაგრამ უფრო სწორად შედეგამდე სავალი გზა. ხანდახან მგონია წარმატება სოციალური თამაშია. თამაში, სადაც წესებს საზოგადოება წერს და ქულებს ადამიანები გაძლევენ. ანუ ჩვენ ვცხოვრობთ სხვების შეფასებებზე, ხშირად ასეა. ვცდილობთ მოვერგოთ იმ ჩარჩოს, რასაც წარმატებას ეძახიან. და თუ ეს არ გინდა, მაშინ სისტემა გეკითხება, რატომ არ გინდა? ამბიცია არ გააქვს. სინამდვილეში კი შეიძლება სულ სხვა თამაში აირჩიე. მას წარმატება რეალურია თუ კოლექტიური ილუზია. ორივე შეიძლება იყოს რეალურია, როდესაც შენ სტანდარტს პასუხობს. ილუზია, როდესაც სხვის სტანდარტებს ემსახურება. ამ გზაზე ყველაზე სახიფათო იცით რა არის? როცა წარმატება იდენტობად იქცევა. ანუ, როცა აღარ ხარ ადამიანი, ხარ შედეგი და გეშინია, რომ თუ შედეგი შემცირდება, შენც გაქრები. სოციალური თამაში ამას გვასწავლის. შეეჯიბრე, აჩვენე, დაუმტკიცე და შინაგანი თამაში რას გვასწავლის? ის გეკითხება, ვის უმტკიცებ და რატო? ანუ შეიძლება ვიყო წარმატებული და მაინც თავისუფალი? კი, თუ წარმატება შენს არჩევანს ემსახურება და რა შენი შიშის დამალვას. ყველაზე რთული თამაში ისაა, სადაც აპლოდისმენტები არ გჭირდება. მთავარია სარკე შეყურება შეგეძლოს მშვიდად.